ევროპარლამენტარები ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს საგანგებო წერილით მიმართავენ და ქართული ოცნების ხელისუფლებას რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ. ევროპარლამენტარები კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით ეჭვობენ, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. წერილში ნათქვამია, რომ რეექსპორტის არხები იმდენად გაიზარდა, რომ საქართველომ 2024 წელს 2.4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები გაიტანა. აქედან 500 მილიონ დოლარზე მეტი მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მათი განცხადებით ეს არის კლასიკური არაპირდაპირი მარშრუტები რუსეთის ბაზარზე, მას შემდეგ რაც თბილისმა რუსეთსა და ბელარუსში პირდაპირ ექსპორტზე კოსმეტიკური აკრძალვა დააწესა. ბოლო ანალიზებით ჩანს, რომ საქართველო კრიტიკული ქვეყანა მზარდი სანქციების ბუშტში გახდა, რომელიც უპრეცედენტო შემზღუდავი ღონისძიებების მიუხედავად რუსეთის ეკონომიკურ, ლოგისტიკურ და ტექნოლოგიურ გამძლეობას უზრუნველყოფს. საქართველო არამხოლოდ ჩორდება ევროკავშირის პოლიტიკურ და სარეგულაციო ორბიტას, ის აქტიურად იმკვიდრებს თავს სანქციების გვერდისავლის ეკოსისტემაში, რომელიც ამაგრებს რუსეთის სამხედრო მანქანას. ეს არ არის კავშირში საქართველოს საშინაო პოლიტიკასთან. ეს ევროპის უსაფრთხოებას, ჩვენი სანქციების სქემის მთლიანობასა და კავშირის გაფართოების პროცესის სანდოობას ეხება. ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ არ უნდა უშოთ რომ კანდიდატმა ქვეყანამ შეარყიოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლები. თუ ევროკავშირს შეუძლია შეზღუდვები დაუწესოს მინსკს რუსული აგრესიის ხელშეწყობისთვის, მაშინ იგივე სტანდარტები უნდა გავრცელდეს ქართული ოცნების რეჟიმის ხელშემწყობებზეც. გავრცელებული წერილის თანახმად ორი წევრი სახელმწიფო აგრძელებს საბჭოს დონეზე მნიშვნელოვანი ქმედების დაბლოკვას, რაც აუცილებელს ხდის, რომ კომისიამ გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, განსაკუთრებით ის, რაც ერთსულოვნებას არ მოითხოვს, როგორიცაა შეზღუდვითი ზომები ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში. ევროპარლამენტარების განცხადებით, ევროკომისიამ მკაფიოდ უნდა აჩვენოს ქართულ ოცნებას, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა რუსეთის საომარი ძალის მხარდაჭერასთან შეუთავსებელია. წერილს ხელს სხვადასხვა ფრაქციის 9 დეპუტატი აწერს, მათ შორისაა ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრები.